რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზას ცოტა ხნის წინ გადაიკეტა. აქციის მონაწილეები იკრიბებიან და პროტესტის მე-15 დღეს მათი მოთხოვნები არის კვლავ უცვლელი. ეს არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სამართლიან გარემოში, ასევე უკანონო დაკავებულთა გათავისუფლება დაუყოვნებლივ საპატიმრო დაწესებულებიდან და ასევე ქვეყნის ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნება. რაც შეეხება სამართალდამცველების მობილიზებას, 9 აპრილისა და ჭეჭინაძის ქუჩებზე არ შეინიშნება მათი გადაადგილება, არც ზედა ქუჩებზე, ასევე გახსნილია თავისუფლების მოედანი, იქ არ იმყოფებიან საპოლიციო ძალები, გულისხმობ არც სპეცტექნიკა არ არის მობილიზებული, რომელიც როგორც წესი გამოიყენება საპროტესტო დემონსტრაციების დასაშრად, მხოლოდ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებულნი მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, სხვა მხრივ არც კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები და არც მით უმეტეს სპეციალური დანიშნულების რაზმის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები გამოჩენილან საკანონმდებლო ორგანოს ან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე. დღეს მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია თბილისის სხვა წერტილში იმართებოდა და საბოლოოდ, როგორც წესი, ეს საპროტესტო აქცია თავს იყრის ცენტრალურ დემონსტრაციაზე, რომელიც უკვე მე-15 დღეა იმართება რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. თხოვ ახლა ოპერატორის კადრში გაჩვენოთ, რა ვითარება რუსთაველზე. აქ არიან მოსულები როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფო სფეროს წარმომადგენლები და გამოთქვამენ პროტესტს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მათ აქვთ საპროტესტო ბანერები, ასევე უკავიათ ხელში საქართველოს და ევროკავშირის დროშები. ნელ-ნელა იკრიბებიან მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე. ამ წუთებში საავტომობილო მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე, სასტუმრო მერიოტამდე და უკვე ამ ქუჩის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე საავტომობილო მოძრაობა არის სრულიად შეზღუდული. საავტომობილო გზა, როგორც გითხარით, გადაიკეტა. დღეს არაერთხელ ვიხილეთ ჩვენ რუსთაველის გამზირის გადაკეტვა, რადგან აქცია მსვლელობა იმართებოდა მათ შორის სახელმწიფო კონსერვატორიის შენობიდან, ასევე IT სფეროს წარმომადგენლებმა გამართეს საპროტესტო აქცია და თითოეული მათგანი აფიქსირებს საკუთარ პოზიციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და შემაშფოთებელს უწოდებს საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევას, კონსტიტუციის ჩარჩოებიდან ქართული ოცნების ხელისუფლების გასვლას. ესენი ამ მოვლენებს ასე აფასებენ და აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია ახლა მათი პროტესტის ხმა, ყოველდღიურად უფრო და უფრო ხმამაღლა ისმოდეს. მნიშვნელოვანია, რომ ასევე ყველა სფეროს წარმომადგენლები გამოდიოდნენ ქუჩაში და გამოთქვამდნენ თავიანთ მშვიდობიან პროტესტს. სწორედ მშვიდობიან პროტესტს უსვამენ ხაზს აქ შეკრებილი მოქალაქეები ყოველდღიურად და აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია დემონსტრანტები არ გავიდნენ კონსტიტუციის ჩარჩოდან და დაიცვან ქვეყნის უმაღლესი იურიდიული დოკუმენტი, დაიცვან ქვეყნის ევროპული მომავალი და ძირითადი უფლებები, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც მათი შეფასებით არის უგულებელყოფილი სახელმწიფოს მიერ, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში, როდესაც საპოლიციო ძალები მათი შეფასებით ძალადობრივად შლიდნენ საპროტესტო აქციებს რუსთაველის გამზირსა თუ მიმდებარე ქუჩებზე. დღეს საქართველოში ასევე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან ევროპარლამენტარები და სავარაუდოდ ისინი აქციამ მსვლელობას გამართავენ და მოვლენ აქ შეკრებილ მოქალაქეებთან, საკანონმდებლო ორგანოსთან და ამ ფორმით დასავლელი ლიდერები, ევროპარლამენტარები მხარს დაუჭერენ ქართულ დემონსტრანტებს, რომლებიც უკვე მე-15 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ საქართველოში შექმნილ მდგომარეობას და 78 მუხლის კონსტიტუციისა ამ მუხლის დარღვევას.